დაგიბრუნდით ყავის ჭიქით. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით. ძალიან დიდ დაღლილობას, გამოფიტვას, დამარცხებას მაჩვენებს, რაც მოდის წარსულიდან. წარსული ფესვი აქვს ამ ყველაფერს. რა ჩანს ამ წარსულში რა მოხდა? ხედავთ უზარმაზარ თხას, რომელიც მარცხნივ იყურება ზურგისკენ და წინ 4-იანი უწერია თითქოს სარკეში ჩანს ეს 4-იანი შემობრუნებული, შემოტრიალებული. თქვენზე იყო წარსულში ჯადო, მაგიური ზემოქმედება მოყენებული. მაგრამ ეს წარსულში დარჩა. დაგაჩოქათ, დაგღალათ, ბევრი ტკივილი მოგაყენათ ამ მაგიამ, მაგრამ თქვენი სიამაყე, თქვენი შინაგანი სული ვერ გატეხა ამ ყველაფერმა. მართალია დაჩოქილი ხართ, მაგრამ ძალიან წელგამართულით გახართ. საკმაოდ წელგამართულით გახართ. აი აქ დაჩოქილი რო ხართ, საათი გადგათ თავზე, რაზეც აწერია, დროს აჩვენებს უფრო სწორად 3-20 წუთს ისრები. თქვენ ახლა აღარა ხართ პატარა გოგო, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრების თითქოს ნახევარი გაიარეთ, ან შეგრძნება გაქვთ, რომ ნახევარი ცხოვრება გაიარეთ. მაგრამ გეუბნებათ სამყარო, რომ ახლა დრო არის, რომ ფეხზე წამოდგეთ. თქვენ არ ხართ გატეხილი და ახლა ის, რაც დაგაკარგვინეს წარსულში, ის რაც ჩამოგანგრიეს და ეს 4-იანი არის ზუსტად ის სტაბილურობა, ის საძირკველი, ის ძლიერება, რაც წაკართვეს ამ მაგიით. ამ ყველაფერს მიიღებთ ახლა. ახლა ამის დროა. ადექით ფეხზე, ნუ არ ხართ ესე დაჩოქილი წართმეული. კი ბატონო, აი ორი პიროვნება. აი ნახეთ, ორი ადამიანი. ადამიანების სიყვარულის ისტორია, რომელიც მაგიით დაამსხვრიეს, მაგრამ თქვენ სულიერად არ გატყდით. კი, შეიძლება დაგბზარეს, დაგჭრეს სისხლი გდიოდათ ტკივილებისგან, წაგაქციეს, მაგრამ სიამაყე თქვენი დიდ სულოვნება არ გატეხილა, ეს დარჩა ასე. 3 წერტილი ამ საათის თავზე, ეს არის ერთიანობა თქვენი საოცარი მესამე თვალის, ანუ ინტუიციის გახსნილობა. მიენდეთ თქვენს ინტუიციას, თქვენ შინაგან ხმას. ძალიან ძლიერია ეს ხმა და მიყევით მას. ამ ხმამ უნდა დაგიბრუნოთ სიყვარული, რომელიც დაკარგეთ ძალიან დიდი ხნის წინ, მაგიური ზემოქმედებით. ნახეთ თხას რა აწერია, რქისა და იმ თავის შორის. ეს არის ციფრი 45. 45. ახალი სიმტკიცე მოდის, ახალი სიძლიერე მოდის, ახალი ენერგია მოდის და თქვენ ეს უნდა აიღოთ, თქვენია ეს. ოღონდ ეხლა თუ ადრე მაგია იყო, ეხლა სიჯიუდით, ეხლა სიმტკიცით, ეხლა გამძლეობით, ეხლა პირდაპირობით, ეხლა თქვენი მეს დაფიქსირებით, რომ მე ეს მინდა, ეს ჩემია, ეს მე მეკუთვნის და აი აქ წერია, საოცარია და წერია თხა. რომ გადიდოთ, შეიძლება ამოიკითხოთ ეკრანი, წერია თხა. კი. წარსულში ეს იყო უძლიერესი მაგია, სატანური რიტუალი. ეხლა კი ეს მიიღეთ როგორც გამოცდა, გაგტეხავდათ თუ არა თქვენ სულიერებას დაანგრევდა თუ არა, ამან დაანგრია სატანურმა რიტუალმა თქვენი ცხოვრება, მაგრამ თქვენ ვერა, თქვენ გაუძელით, ამიტომ ეხლა ჯიუტად სამყარო გეუბნებათ, რომ ეხლა უნდა აიღოთ ის სიყვარული, რომელიც ერთ დროს ჰქონდათ და დაინგრა. ნახეთ თხარაზე დგას 3 საფეხურზე კიბოვანი, თითქოს კიბე არის და 3 საფეხური აქვს. თქვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ ამ ყველაფრის მერე, 3 სულიერი ზრდა, 3 ეტაპი, 3გვაროვანი შემეცნება, სულის, გონების და ემოციის, ფსიქიკის. ყველაფერი კი, დაგინგრეს ცხოვრება, მაგრამ ყველაფერმა ამ თქვენ მოგცეთ ძალიან დიდი ძალა.
ამ ყველაფერმა სამყარო ხედავს, რომ თქვენ არ გაბოროტდით, თქვენ შური არ იძიეთ, თქვენ არ დაეცით სულიერად და იმასაც ხედავს, როგორ გტკიოდათ და იტანჯებოდით ამ ყველაფრის გამო. ეხლა იცოდეთ, რომ დრო არის მიიღოთ თქვენი კუთვნილი, ის რაც გეკუთვნოდათ თქვენ. ნახეთ რა საინტერესო რაღაც ჩანს ფსკერზე. ერთის მხრივ თუ ესე დავიჭერთ ჭიქას, ეს არის ხარის ფიგურა, რომელზეც ის კაცი ქუდით ხელში, ხოლო მის ზურგს უკან არის გული, რომელსაც ჯვარი კიდია. ეს არის ძალიან დიდი სექსუალური ენერგია, ძალიან დიდი სიძლიერე, რომელიც იყო, მაგრამ ფსკერისკენ წავიდა, ანუ ვერ მართა ეს ენერგია. სიყვარული იყო ნამდვილად, მაგრამ ძალიან მძიმე ტკივილი დატოვა ამ სიყვარულმა. ისევ სიყვარულისკენ მოდის ეს ენერგია, თუმცა წარსულში დიდი ტკივილი აქვს ამ სიყვარულს. ძალიან დიდი ტკივილი. ნახოთ რა ჩანს ასე. თუ ასე დავიჭერთ, ჩანს ორი პიროვნების, აი ესე ვთქვათ, შერკინება, თითქოს რაღაცა ხელებს კრავენ ერთმანეთს. ეს არის ზუსტად ის პროცესი, რაც წავიდა ამ მაგიური რიტუალის შემდეგ. სიყვარულით, ძლიერი სიყვარულით სავსე ურთიერთობა იყო და უცებ მტრებად გადაიქეცით ერთმანეთის მტრებად და ებრძოლეთ ერთმანეთს და არა მაგიას, არა მაგიის გამკეთებელს, არა მტერს, არამედ ერთმანეთს დაგაპირისპირათ. მოგერიათ ეს შავმაგიური რიტუალი, მაგრამ ვერ მოერიათ თქვენს სულს, თქვენი სულის სიძლიერეს, ამას ხედავს უფალი და დაგიფასებთ. აი რა დიქცა ეს ყველაფერი ახლა, როგორც საყვარელი ლეკვია. ეს არის თქვენი ძალა, თქვენი რაზეც ვამბობდი, ზუსტად ის, რასაც ვამბობდი, რომ თქვენი სული დარჩა სუფთად, ფაფუკად, საყვარლად. არ დაკარგა ის ბავშვური სიწყფელე, ბავშვური ენერგია, ბავშვური სიცოცხლის სურვილი, ბავშვური სიყვარულის ძალა. ეს თქვენშია და თუ ასე დავიჭერთ. ნახეთ ორსული ქალი, რომელსაც ხელში ვიოლინო უჭირავს და მის წინ რა მხელა ტახი არის. ეს არის ეს არის ქალი, რომელიც შობს თავის მომავალს. მან უკვე იცის როგორი მომავალი უნდა, მან უკვე იცის როგორ დაუკრას, ჯერ არ არის ეს მოსული. მოდის, ამიტომ ჯერ არ უშობია, ჯერ არ უკრავს, მაგრამ უკვე ისე ჭიდროდ კაფიოთ უჭირავს ხელში ეს ინსტრუმენტი, რომ იცის, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ის შობს თავის მომავალს, ის დაუკრავს იმ მუსიკას, რომელიც უნდა, ანუ იცხოვრობს ისე როგორც უნდა, თავის ცხოვრებას შექმნის ისე როგორც უნდა. თქვენზე ვამბობ ამას, თქვენზე ვინც მე მისმენთ და მის წინ არსებული ეს ტახი არის მისი შინაგანი სიძლიერე, მისი ვნებები, მისი სურვილები, მისი ემოციები, მისი მინდა, აი ეს ძალა, რომელსაც აი ესე ვთქვათ ზურგზე კიდე გული აქვს, რომელიც სიყვარულით იმართება. ამ სიყვარულმა გადაგარჩინათ თქვენ. ეს არის ის ძალა, რასაც ვერ მოერია მაგია. კი, ერთმანეთს დაგაშორეთ წარსულში, გაგხლიჩათ, მტრებად გაქციათ, მაგრამ თქვენში სიყვარული ვერ დაამარცხა მაგიამ, იმიტომ რომ ეს ის ღვთიური ნაბერწკალია, რომელსაც ვერანაირი სატანური დაბალ ვიბრაციული ენერგია ვერ შეეხება და ვერ მოერევა. აი ესეთია დღევანდელი ჩვენი ჭიქა. დამიწერეთ კომენტარები, რეზონირდა თუ არა ეს თქვენზე, იგრძენით თუ არა თქვენი თავი, როგორც ამ ჭიქის მფლობელმა. გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ვისაც სურვილი გაქვთ ჩემთან კონსულტაციაზე. მოხვედრის ჩემი ნომერია 59233 507. ან მომწერეთ ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.